დაგვუნდით პირდაპირ ეთერში და ესე 60 შეცვლილი გიბრუნდებით და თუ რატომ ია იტყვის საიმყურებელში. ძალიან საინტერესო კვირაულის შესახებ ვისაუბრებთ, სწორედ აი ამ კვირაულის შესაფერისი მაისური და კეპი აქვს ირაკლის და მინდა წარვადგინო თემა, ამ თემას ქვია, ეს თემა არის ახალგაზრდული კვირაული და ამ კვირაულს აწყობს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი. მოდი ირაკლი შენ წარადგინე ჩვენი სტუმრები. რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმრები ძალიან საინტერესო ადამიანები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსის მოადგილე ქალბატონი ნინო ვადაჭკორია და გიგა გოგინაშვილი, რომელიც გახლავთ ამ პროექტის ლიდერი. მოგესალმებით და მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. მადლობთ მოგზაურობისთვის. მოდით პირველ რიგში განმარტოთ ტელემაყურებლისთვის უფრო დეტალურად რას მოიცავს კვირაული, ვის ექნება საშუალება რომ ჩაერთოს და ასეთი მაისურებით იქნებიან გამოწყობილები თუ ეს მხოლოდ სიმბოლურად არის წარმოდგენილი. არა, ეს გამარჯობათ, მოგესალმებით, ეს სიმბოლურად არ არის წარმოდგენილი. მინდა მადლობა მოგახსენოთ მოგზაურობ იმისთვის რომ გვისტუმრეთ, ესე რომ ვთქვათ, ძალიან მოხარული ვარ, რომ უკვე მეორე სტუმარი ვარ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან, ჩვენ გახლავართ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი სიპი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, რომელიც ძალიან ბევრ პროექტში მონაწილეობს და ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს და მათ შორის წინა სტუმარი თქვენაც გყავდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს და ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ, რომელმაც მოსარგებლე ორი თანამშრომელი დავასაქმეთ, რომელიც 2 წელია თითქმის ჩვენთან მუშაობს და სტუმრობდნენ მარიკო კობახიძე და მერაბ დიუკაშვილი, ორივე ძალიან საინტერესო ადამიანია და ამიტომ მოხარული ვქნები და მოუწოდებ თქვენი ეთერით სულ ყველას, რომ ესენი არიან ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლითაც ჩვენ ძალიან ბევრს სწავლობთ და ძალიან ბევრი აქტივობები მომავალი წლისთვის ჩვენს გვაქვს დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, სინავაისკი ვირაული, მათ შორის მარიკოც ჩვენი ეთლით მოსარგებლე, ჩვენი თანამშრომელი ჩართულია სივანის კვირაულის ერთ-ერთი დღეს ფაქტიურად მარიკო მთლიანად ატარებს. ეხლა რას მოიცავს თვითონ ეს სივანის კვირაული? გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ბანაკებს ვახორციელებთ და მომავლის ბანაკი მოგეხსენებათ ჩვენია, ერთ-ერთი ესეთი ნოვატორული გეგმაც წარმოვადგინეთ, რომ რა გავაკეთოთ, როდესაც ზოგიერთ ბავშვი ვერ ახერხებს წასვლას, ის თბილისში ამ შობერს ვერ გაყავს და რაღაც საპილოტო პროექტი გვინდოდა შეგვემუშავებინეთ 13-დან 14 წლის მოზარდებისთვის, რომელიც ამავდროულად მორგებული იქნებოდა ჩვენ რასაც გვალდებულებს ასოცირების ხელშეკრულება, რომ ბავშვები უნდა იყვნენ მომზადებულები, უნდა იცოდნენ აქტიური მოქალაქეობა ჩამოსაყალიბებლად, მათთვის მზად უნდა იყოს ის ფონი და გარემო, რომ მათ იცოდნენ რა არის მათი უფლებები, მათი მოვალეობები, მათი ვალდებულებები, მათი ინტეგრირება საზოგადოებაში უფრო ადვილი იყოს, განათლებას, ანუ სკოლის გარე განათლებას და რეალურ ინდივიდის ჩამოყალიბებას იმ სწორი გარემოსთვის, რომელსაც გარემოში და დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. აქედან გამომდინარე, გუნდი დაჯდა, ანუ ერთი გუნდი, რომელიც მუშაობს მომავლის ბანაკში, ეს არის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი და მეორე დეპარტამენტი, ეს განათლება ინტეგრაციის დეპარტამენტი გახლავთ. მადლობა აქედან მათ სულ ყველას დაჯდა და შეიმუშავა ეს კვირაული. კვირაული რას მოიცავს? ეს არის ტიპიური ბანაკი, ოღონდ არა, ესე რომ ვთქვათ, ღამის თევის პრინციპით, ანუ მთელი დღის განმავლობაში თბილისში არსებული სკოლებიდან ჩვენ მოვიძიეთ, უბრალოდ ვთხოვეთ განათლების სამინისტროს და რესურს ცენტრებმა მოწადინებული და წარჩინებული მოსწავლეები, რომლებიც აი ამ პროექტისთვის იყვნენ მზად, მოგვაწოდეს ესიები და წელს რო ხა საპილოტო იყო ორ ნაკადად გავყავით. ანუ პირველ ნაკადში მოხდა 58 მონაწილე თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან, აქვთ 4 სხვადასხვა ფერის მაისური, ანუ 4 გუნდად არიან წარმოდგენილი. ისევ ჩვენი ცენტრის ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში. 6 დღის განმავლობაში ჩვენს მიერ სერტიფიცირებული და გადამზადებული ლიდერები გიგა როგორც გახლავთ უკვე მანამდე ტრენინგი მათთან მიმდინარეობდა ჩვენს კოლეგებთან ერთად ამ სხვადასხვა დღეს სხვადასხვა აქტივობებით გეგმავენ. ეს არის სწავლებისთვის, ოღონდ არა ესე რომ ვთქვათ სკოლის გარემოს პრინციპით შექმნით, ცოტა უფრო სახალხო შემეცნებით, ღონისძიებებით, ენერგიზერებით, სხვადასხვა აქტიობებით, რომელიც უშუალოდ გიგა უკეთესად ისაუბრებს და ბოლო იმისთვის, რომ კვირა იყოს უფრო სახალისო და რაღაც გარემო არის მაინც უკვე შენობა, გვინდოდა რომ გარეთ გაგვეყვანა და ამიტომ უფლისციხეში გადავწყვიტეთ მისი წაყვანა და უფლისციხეში არა მარტო უფლისციხეს დაათვალიერებენ, პარალელურად იქ ექნება სპორტული აქტივობა და ბოლოს დაჯილდოვდებიან ეს ბავშვები სერტიფიკატით და მონაწილე სკოლაც რა თქმა უნდა, რომელმაც სკოლამაც ეს ბავშვი გამოუშვა სივანის კვირაულის ერთ-ერთი ხარდამჭერი იქნება და ჩვენი თანამონაწილე თქვენთვის. ლიდერი როგორ, ანუ რა ფუნქციას აიღებს თავის თავზე?
ანუ გასაგებია რომ ეს ორგანიზება და ჩვენ ზოგადად ლიდერული ინსტიტუტი არის განათლებით და მე უკვე გას ვთხოვოთ თვითონ პროგრამის შესახებ რო ისაუბროს ლიდერი ჩვენ გვინდოდა რომ არა მარტო 13-14 წლის მოზარდებისთვის რაღაც კარგი გაგვეკეთებინა და ალბათ გამოვიდა კარგი, იმიტომ რომ ინტერესი ძალიან მაღალია. გვინდოდა რომ სტუდენტები, რომლებიც დასასაქმებელი არიან და მათთვის ეს იქნებოდა ძალიან დიდი გამოცდილება, პარალელურად სტუდენტებიც გაგვიხადა ჩვენი, ასე რომ ვთქვათ, თანამშრომლები. ანუ ესენი უკვე ჩვენ შევარჩიეთ ღია open call-ის პრინციპით, თავის ინტერესებიდან გამომდინარე. შემდეგ იყო პირველი ეტაპი პირადი გასაუბრება. პირადი გასაუბრების შემდეგ გადაერჩა 48-დან 25 ლიდერი, 25 ლიდერიდან სერტიფიცირება გაიარა 13-მა ლიდერმა, მათ შორის არის გიგაც, ანუ გიგა ნებისმიერ სიტუაციაში სხვადასხვა პროექტებში ჩვენ რაც გვექნება, მუდმივად იქნება ჩვენს გვერდით, ის იქნება ერთი ძალიან კარგია, რომ საფულის პერიოდში მათ აქვს საშუალება არა მარტო ცოდნა გაიღვიონ, არამედ ანაზღაურებადია მათი ხელფასი და ეს мотиваცია თავისებურად ამ ახალგაზრდებისთვის და საკმაოდ ბევრ და საინტერესო პროგრამას კიდე ესენი ჩვენ თვითონ აქეთ შემოგთავაზებენ და ერთად დავგეგმავთ და ამავდროულად იქნებიან ჩვენი ის მოხალისეები, რომლებიც ჩვენს პროგრამაში იქნებიან ჩართული და ჩვენგან ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ. დანარჩენი ალბათ სწავლების პროცესთან დაკავშირებით გიგას ვკითხავთ, მაშინ ამდენად აქვთ ინტერესი გიგა ახალგაზრდებს და ყველაზე მეტად მაინც რომელი მიმართულებით არიან ჩართული? მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და ზოგადად მინდა ვისაუბრო ამ კვირეულზე, ჩემ ჩართულობაზე, როგორც ქალბატონმა აღნიშნა, მე შენ ინტერნეტის საშუალებით გავიგე და გადავწყვეტე რომ გამომეგზავნა CV და შემდეგ უკვე ის ეტაპები გავიარეთ, რაც ქალბატონმა ისაუბრა, გავიარეთ საკმაოდ პროფესიონალ ტრენერებთან ჩვენ გადამზადება ერთკვირიანი და რაც შემდგომში უნდა გვესწავლებინა ჩვენ ამ ბავშვებისთვის და გაგვეწევა ფასილიტაცია ოთახებში ბავშვებისთვის საკლასო გარემოში. ხო და წეგანაღმოჩენთ ის არაფორმალური განათლების ინსტრუმენტებს ვიყენებთ და ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს ვეხებით, როგორიც არის ბუნების დაცვა, გენდერი, სტერეოტიპი და ასე შემდეგ ის თემები, რომელიც ჩვენ პასთან ასოციაციების ხელშეკრულებას რომ მოვაწერეთ ხელა ევროპისკენ ვისწრაფით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენმა ახალგაზრდობამ ჩვენ ვიცოდეთ ძალიან კარგად სწორი მიმართულება, როგორია თუნდაც გენდერში და თუნდაც ეკოლოგიაში და ვიცოდეთ სწორი ბუნების დაცვა. რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებიც აი რას გულისხმობთ უფრო დეტალურად? ანუ რაც შეეხება ეს კვირეულის ივანეს კვირეული დაგეგმილი არის ისე, რომ ბავშვები თან იღებენ ცოდნას თეორიულს და თან რაღაც ენერგიზერები და ის რაც შესაბამისია იმ ის რაც უნდა ითვისონ ბავშვებმა, შესაბამისი ენერგიზერებით და შესაბამისი გასართობი, ესე რომ ვთქვათ, გასართობი ან ითვისებენ უფრო ანუ სწავლა თამაშით, რაც ძალიან მიღებულია დღევანდელობაში. პროფიტებულია ძალიან კარგი მეთოდია და განსხვავებულია საკლასო გარემოსგან და სწორედ ამიტომაც ბავშვები ძალიან დიდი ინტერესით ხვდებიან ამ ყველაფერს. აი ყოველ რო შემოხვიდეთ ცოცხალი, სულ სიცოცხლე, ანუ სიცოცხლე იგრძნობა. უნდა და არიან დაყოფილი და ასე მუშაობენ თუ? დიახ, ანუ ჩვენ ვართ 3 ლიდერი ჯგუფში, თითო ჯგუფში არის 48 ბავშვი და არის ყოფილი შუაზე, ერთი ჯგუფთან არის 23 ლიდერი, მეორე ჯგუფთანაც არის 3 ლიდერი, მაგრამ არის ისეთი ენერგიზერი, ან ისეთი ღონისძიება, როდესაც ერთობლივად ვატარებთ ჯგუფი ერთიანდება და იმისთვის რომ ანუ არის გზნობა ამ ბავშვებმა თავი განცალკევებულად, ანუ მაინც ხდება ამათ შორის ისეთი სავარჯიშოების და ისეთი აქტივობების ჩატარება, რომ იქითა ჯგუფის ბავშვები, პირველი ჯგუფის ბავშვები იცნობენ მეორე ჯგუფის ბავშვები, მეგობრდებიან და ჩვენ ვიწყებთ ხოლმე 11-ის ნახევარზე, 11 საათს ამ ღონისძიებას, მაგრამ 10-ის ნახევარზე უკვე ბავშვები მოდიან და უკვე საუბრებიან წინა დღის და ძალიან ხო გეუბნებით უკვე დღეს 10 საათზე რო ვიყავი, უკვე 23 ბავშვი უკვე მოსული იყო ერთ საათად ადრე და მაინტერესებს როგორ მოახერხე შენ პირადად რომ ჩართულიყავი აი ამ პროექტში და თუ აქვს საშუალება შენს თანატოლებს და იმ ადამიანებს, ვისაც სურს რომ გახდეს ლიდერი, რომ ისევ მიიღოს მათ. და რა უნარჩვევები უნდა გქონდეს ესეც? მე ვფიქრობ, რომ ჩემი ჩართვა და ჩემი მეგობრების ჩართვა, რომლებიც დღეს ეხლაც ამჟამად მიმდინარეობს იქ აქტივობები, ძალიან კარგი ლიდერები არიან ისინიც და შემდეგი კვირა, როდესაც დაიწყება, იმ ბავშვებსაც მინდა რომ აი მართლა მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შერჩევა მოხდა ძალიან ობიექტურად და მოხდა იმიდან გამომდინარე ჩვენი არჩევებიდან, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე და მე ჩემი დაინტერესებაც ამან გამოიწვია, იმიტომ რომ მე 3 წლის განმავლობაში მასწავლებელი ვიყავი, აზერბაიჯანელ ბავშვებს ვასწავლდი ქართულ ენას, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში და ახალგაზრდებთან გამოცდილება მქონდა და მაინტერესებდა ზოგადად მიზიდავს ეს ბავშვთა ახალგაზრდობა და ამ სპეციალობითაც ვსწავლობ მაგისტრატურაში და ამით გამოიწვია ჩემი ინტერესი და აღმოჩნდა რომ ყველა ლიდერი იქ ვინც ვართ, საერთო ინტერესი ჰქონდა და გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობის და რა თქმა უნდა ამის შემდეგ
ჩვენ ავირჩიეთ ლიდერებად და გავიარეთ ის ტრენინგები. იცით როგორ არის, როდესაც ჩვენ სამოტივაციო წერილის სამოტივაციო აპლიკაცია დავდეთ ჯობჯიზე ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, რომ რა პრინციპით დაგვედო, რომ მოგვეზიდა მსგავსი ტიპის ახალგაზრდები, რომლებიც მოტივირებული არიან კონკრეტულად არაფორმალური განათლების კუთხით. ჩავდეთ ყველა ის პუნქტი, რა თვისებებსაც უნდა აკმაყოფილებდეს, რომ უნდა იყოს მშვიდი, უნდა იყოს მოწესრიგებული, უნდა იყოს მზრუნველი. ანუ ეს რაც დაუშვათ ეს ფაქტორი, მაგრამ ამასთან ერთად ჩავდეთ მათი ინტერესი, რამდენად რაოდენ დიდი იყო და მათი ხედვა რატო უნდა კონკრეტულად ეს ლიდერი რო ყოფილიყო რა. ანუ ამ კუთხით რატომ უნდა მას ჩართვა ამ პროექტში და დავდეთ თვითონ პროექტის აღწერილობა, რომ ადვილი ყოფილიყო იმ ასე რომ ვთქვა შემსწრებელი აპლიკანტისთვის გაგება, რომ სად მოდის. ამიტომ მოვიდა ის სეგმენტი, რომელიც ჩვენ ისე გაგვიჭირდა გადარჩევა და გამორჩევა მათგან, რომ მე მინდა რომ კიდე ერთხელ ხმამაღლა ვთქვა, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ადამიანებს, რომელსაც ჯერ კიდე არ ეჯერა ამ თაობის, რომელსაც ჯერ კიდე კრიტიკის ქვეშ და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ, მე ყოველთვის ვამტკიცებდი იმას, რომ ეს ის თაობაა, რომელიც ჩვენ ბევრად გვჯობია, რომ უფრო ლაღები არიან, უფრო გახსნილები არიან და ამ ასაკში უფრო მეტი იციან, ვიდრე ჩვენ ვიცოდით ამ ასაკში. ეს კიდევ ერთხელ დაარწმუნდა 13 ივნისის ტრაგედიის დღეებში, რომ ახალგაზრდები ერთი გუნდად იყვნენ შეკრულები, ზუსტად ჩვენ ვიყავით ის ნოვატორები, რომლებსაც საერთოდ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში მოხალისეთა კლუბი ჰქონდა, რომელსაც საერთოდ ვერ წარმოედგენ რატო ვაკეთებთ მოხალისეთა კლუბი, რას ნიშნავს, ყველა მოდიან როგორ გასაუბრება არ არის, სტუდენტები ყველა მოდიან თქვენთან, დიახ, ყველა მოდიოდნენ, არა, თურმე არ მოდიოდნენ ყველა, ისინი ზუსტად იმ უნარჩვებს ისწავლობდნენ, რომელიც იქ გამოიყენეს იმ კონკრეტულ სიტუაციაში. გუნდურობა, ერთად ყოფნა, ერთად გატანა საქმის, აქ არ არის სამი ლიდერია, აქ არ არის ერთი მეორეს რო უყურებდეს, რომ შეისაკეთებს ამას, როდესაც ხედავენ რომელიმე კრიტიკულ სიტუაციაში ან კონკრეტულ მომენტში რომელიღაცას ერთმანეთის დახმარება ჭირდება, ისე ფაქიზად და ისე სწრაფად მიდიან იმ ადგილზე და ისე ახერხებენ იმ პრობლემის ან იმ კონკრეტული სიტუაციის ლოკალიზებას, რომ აი ეს ვასწავლეთ ჩვენ ძირითადად, რომ ეს მოზარდები ისეთები არიან, ჩვენ ვისწავლით მათგან საკმაოდ საღად მოაზროვნეები და საკმაოდ დახვეწილები და კიდევ ერთხელ თქვენი ერთ-ერთით ერთმა მოზარდმა ერთმა ახალგაზრდამ თქვა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინათ, დიახ, სწორედ ამათმა გააკეთეს ის, რაც ჩვენც უნდა გავაკეთოთ მათთან ერთად. და ესეთი ახალგაზრდებზე იგება ზუსტად ის სახელმწიფო, ჯანსაღი სახელმწიფო და ზუსტად იმ მოზარდებზე და აქვე მინდა დავამატო, რომ ბავშვები, როდესაც მოდიოდნენ, ანუ მშობლისგან თანხმობა გჭირდება 13-14 წლის მოზარდი რომ მოგყავს. და ჩვენ ესეთი პრინციპი ავიღეთ, რომ რესურს ცენტრი კი აწვდის და მშობლის თანხმობა კი არის იმ აპლიკაციაში, რომ ბავშვი მოდის, მაგრამ დავწერეთ ეს პუნქტი, რომ თუ აქვს სურვილი, მშობელი მოვიდეს, როდესაც იხსნა ხა 13 წლის ბავშვი ხელით მოყვანა პირველ კლასელივით ცოტა უხერხული და მშობლები შეეძლოთ ნებისმიერ დროს მოსულიყვნენ, იყო რა თქმა უნდა ინტერესი მოსულეს და იყო ერთი პატარა გოგონა 13 წლის, რომელიც პირველ დღეს რომ მოვიდა რა ემოციებს გადმოცემდა, რომ მოდით ბავშვებო, აქ ისეთ რა მაგარია, ანუ გარემო ბავშვებს ეგონათ, რომ სკოლიდან გამოუშვეს იყოს საზაფხულო სკოლის პრინციპი და ამ დროს დახვდათ სულ სხვა სახალისო და საინტერესო გარემო, რომელსაც აბსოლუტურად არ ელოდნენ. კალტონინო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ვიყავით ჩვენ გაცემს თუმარი გიგა, დიდი მადლობა შენ რომ ესე ჩართული ხარ და ესეთი ინტერესი გაქვს ბავშვთა და ახალგაზრდების მიმართ. წარმატებებს გისურვებთ ამ პროექტს, რა თქმა უნდა, უსურვებთ წარმატებებს და კვლავ გელოდებით ჩვენთან სტუდიაში ახალი სიახლეებით, ახალი ინიციატივებით, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენი საზოგადოებისთვის. მადლობა თქვენშტებით, კეთილი სურვილებით და მინდა ყველა მონაწილეს ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა გვერდის წინ, ასე რომ დაგვალდებთ. დაგველოდეთ.